ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთ ჩეჩენ ცოცხალ მოწმეს, რომელიც საქართველოში იმყოფება, შესაძლოა ამნისტია შეეხოს. ახმედ ჩატაევს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ეს მუხლები კი კანონპროექტით ამნისტიას ექვემდებარება. ჩატაევის პროცესი 26 ნოემბერს გაიმართება, სწორედ ამ პროცესზე უნდა დაკითხონ მოწმეები, რომელთა ჩვენებაზე ჩეჩენ ილტოლვილის ბედია დამოკიდებული. ამნისტიით გათავისუფლების შემთხვევაში ახმედ ჩატაევი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩატაევის ადვოკატმა გაავრცელა. იგი ბოლომდე იბრძოლებს და დაადგენს სიმართლეს. არ აქვს მნიშვნელობა იგი ამნისტირებული იქნება თუ არა ეს მუხლი. ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა და შენახვა. ლაფანყურის სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 დღეში დაკავებულ ჩატაევს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება. ეს მუხლი კი პარლამენტში შესული კანონპროექტით ამნისტიას ითვალისწინებს. იმედოვნებს, რომ ბოლომდე ღმერთის წყალობით გავაგრძელებთ ამ სიმართლის დამტკიცებას. ახმედ ჩატაევის საქმეში მონაწილეობის თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს. ახმედ ჩატაევი არის უკანონო პატიმარი, წინააღმდეგ არანაირი სერიოზული ბრალდება არ არსებობს და ის უნდა გათავისუფლდეს. ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი და მეცხრე არხი იუწყებოდა საქმეში არსებული მოწმეების, მესაზღვროების მიერ მიცემულ სრუჩვენებებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურას გამოძიების დაჩქარებისაკენ მოუწოდებს. ყველამ გაიგო და ყველა მიცურებს სრუჩვენება, ყველამ დიდბატარამ უფროსო მასას ყველამ გამოსაგამოდი. ეგრეჯი მოსახლე უნდა ეწეროთ. მაგათ რომ ხვდები კიდე თან კიდე ჩატაევის სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს არის დანიშნული. აღნიშნულ პროცესზე მოხდება მოწმეთა დაკითხვა. სწორედ 3 მესაზღვის ჩვენებაზეა დამოკიდებული ახმედ ჩატაევის ბედი.